Qepiani GeoCases თავმჯდომარე შემოგვერთა მოგესალმებით მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. Სხვა შორის ერთი სული მქონდა როდის შემოხვიდოდი სტუდიაში, იმიტომ რომ სამართლებრივად მართლაც ძალიან დიდია ინტერესი. ერთია რა პოლიტიკური განცხადებები კეთდება სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მაგრამ მეორეა რას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, რას ითვალისწინებს კანონმდებლობა. აი რომ წარმოვიდგინოთ სურათი 29 დეკემბერი არც თუ ისე შორს არის. რამდენიმე დღეში ქართული ოცნება ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადა ეწურება და ისინი გამართავენ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას და სწორედ ამ ინაუგურაციის შემდეგ სწორედ მას გადაეცემა კონსტიტუციის განსაზღვრული პრეზიდენტის ყველა უფლება მოსილება. გასაგებია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც ცოტა ხნის წინას დააფიქსირა, რომ არც წასვლას არ აპირებს ყველა იმ ასე ვთქვათ უფლება მოსილებას და მათ შორის სიმბოლიკას, რომელიც აქვს პრეზიდენტს, ის შეინარჩუნებს. ესეც გასაგებია. მაგრამ აი რეალურად რას ითვალისწინებს კანონი? თუ კი არც სალომე ზურაბიშვილი აპირებს პრეზიდენტობის დატოვებას და ქართული ოცნებაც აგრძელებს მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად გამწესებას. Ალბათონო ემა კანონი არაფერს არ ითვალისწინებს, ვინაიდან კანონი ვერ გაითვალისწინებს ისეთ უნიკალურ ვითარებას, რომელიც საქართველოში შეიქმნა და იქმნება. ვითარება, რომელზეც თქვენ ახლა მოკლე ჩანართი გააკეთეთ, ჯერ მართველი პარტიის მხრიდან გავიდა კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა და შემდეგ ახლა ჩვენ ვხედავთ ვისმენთ sapasukho განცხადებებს. ამდენად ჩვენ მივდივართ თუ ესეთი შედარებას გავაკეთებთ. ეგ ემახსოვრებათ ვენესუელას მოდელი, სადაც იყო ორ ხელისუფლებიანობა. და ახლა ორ ხელისუფლებიანობაზე ვერც ერთი გამართული ქვეყნის, დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუცია პასუხს ვერ მოგცემთ, რომ ეს არის დასაშვები. ახლა სამართალი აგვარებს ბევრ საკითხს, ნორმათა კოლიზიის მაგალითად, კანონთა კონფლიქტის, კერძო სამართლებრივი ნორმების, საერთაშორისო საჯარო სამართლებრივი ნორმების, მაგრამ ორი ხელისუფლებიანობის კონფლიქტს და კოლიზიას ერთ და იმავე ქვეყანაში ასეთ პასუხს ჩვენ სამართალში ვერ ვიპოვებთ. ამდენად ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ ეს არის ნაბიჯი გადადგმული სტრუქტურების დუბლირებისაკენ. ერთგვარი ეს ვთქვათ დუალიზმი, ორივე წყაროს ეყოლება თავისი აღიარების სპექტრი, ქართულ ოცნებას ეყოლება თავისი ამორჩეველი და შესაბამისად ის, რასაც ჩვენ მისმენთ მეორე მხრიდან, ეყოლება ამღიარებლად ოპოზიციური ელექტორატი და ალბათ დაშვება გავაკეთოთ საერთაშორისო პარტნიორების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეხლა ამ ორ შორის როგორ დაალაგდება ქვეყნის შიგნით ვითარება და რომლის ლეგიტიმაციაზე შეიძლება ჩვენ ალბათ ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ შედარებით მეტ პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე იმ ინიციატივის მიმართულებით, რაც თქვენ ეხლა აღწერეთ, მაგრამ აქ სამართლებრივი ლეგიტიმაციაზე საუბარი ვერ იქნება და ეხლა ნებისმიერი დისკურსი თუ როგორ შეიძლება სამართალმა და კონსტიტუციამ ლეგიტიმაცია მოახდინოს, აგი მოგახსენეთ პასუხის დასაწყისში. თუ სამართლებრივად ასეთი საკითხები არ წყდება, გამოდის რომ გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა არის პოლიტიკური ასე ვთქვათ ნება თუ პროტესტი და კიდევ უფრო მეტად საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის დამძიმება. აი რაშია მაშინ გამოსავალი? აი თქვენ პრაქტიკულად გაიმეორეთ გაცილებით უკეთ, როგორც თქვენ ეს ჩვევიათ, ის პასუხი, რომელიც თქვენ მოგეცით. ესე იგი, ამა თუ იმ ცენტრის უპირატესობა განპირობებული იქნება მისი რესურსულობით. თუ რესურსი გამოხატული იქნება ქვეყნის შიგნით უმეტესი მოსახლეობის მხარდაჭერაში და ქვეყნის გარეთ მეტწილად იმაზე მეტ მხარდაჭერაში, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს შენს მოწინააღმდეგეს, შესაბამისად ამ ხრივ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ გარკვეულწილად უფრო მაღალი სახის ვიმეორებ კიდევ ერთხელ პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე და არა სამართლებრივს. ხო, თუმცა ასევე ძალიან საინტერესოა ის მე ძალიან აი მაინტერესებს თუ ვინმე განავითარებს აზრს, რომ სამართლებრივი ლეგიტიმაცია შეიძლება ან ერთმა ან მეორემ პოვოს, ჩემთვის ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნება. სალომე ზურაბიშვილის ასე ვთქვათ შეთავაზება
დიალოგისკენ მოწოდება, რომ 29 დეკემბრამდე შედგეს ასეთი ტიპის შეხვედრა ან წარმომადგენლებთან ერთად ორივე მხრიდან, ან ტეტ-ა-ტეტ, როგორც ფრანგები ამბობენ, ერთი ერთზე ბიძინა ივანიშვილთან. ფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შესაძლებელია ბევრს შეუძლებლადაც კი წარმოუდგენია, სწორედ ქართული ოცნების აქამდე გაცხადებული პოზიციის გამო ასეთი ტიპის დათმობაზე წავიდეს, მაგრამ აი რა შეიძლება მოხდეს 29-მდე, რაც ქართულ ოცნებას გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს დიალოგისკენ გადაადგმევინებს. 29 რომელი დღეს რა რიცხვი არის? დღეს არის 23. შაბათია თუ არ ვცდები. აბა რა არის ახლა ჩვენს ხელთ? რა ინდიკატორები არის იმისა, რომ 29-მდე ბატონი ივანიშვილი ეახლოს ქალბატონ ზურაბიშვილს ორბელიანის სასახლეში და გამართოს. ახლა ეს იცით ჩვენ ქართულ სინამდვილეში ბევრი სცენარის მოდელირება მოგვისმენია და თავის ძოზე ტელევიზია იმედმა და ჩაუყარა ამას საფუძველი. ხო, ჭეშმარიტების იმაზე რო აქვს ინსტანციაზე დღეს პრეტენზია, მაგრამ ახლა ამის მოდელირება ხო ფაქტიურად არათუ თეორიზირების, არამედ ჰიპოთეზის დონეზეც რთული წარმოსადგენი არის. მე გულწრფელად რომ გითხრათ, გულახდილად და შეიძლება ძალიან არაპოპულარული რამ თქვა, მე საერთოდ ასეთი პარალელიზმის და დუბლირების მომხრე არ ვარ. მე მიმაჩნია საერთოდ, სწორედ იმიტომ რომ მეტნაკლებად პოლიტიკური ლეგიტიმაცია, პოლიტიკური პროცესი რომ იყოს სამართლებრივს მიახლოვებული, მე ვამჯობინებდი, აი რესურსულობა, რომელიც მე ვახსენე, შიდაწნეხი და გარეწნეხი, ფაქტობრივი ძალაუფლების კონცენტრაციის ინსტიტუტებისკენ იყოს მიმართული, ვიდრე პარალელური სტრუქტურების შექმნისაკენ. მე ვეცა ანუ დროს ფუჭად კარგავს ახლა ოპოზიცია, რომელიც რაღაცა დოკუმენტზე მუშაობს, ხვალ უნდა შეაჯეროს პრეზიდენტთან. არა, დოკუმენტი შეჯერდეს, შემუშავდეს. თუ ეს დოკუმენტი იქნება მიჩნეული როგორც პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გარკვეული ინტელექტუალური შემოქმედებითი პროდუქტი და აიყოს ესე, შეიძლება იქ საინტერესო მიგნებები იყოს და ჩვენ ალბათ ორი ეთერში ამასაც გავარჩევთ, ჩვენ არ ვიცით ჯერ რა გაიწერება იქ, მაგრამ პრინციპის დონეზე გეუბნებით. ჩემი პირადი დამოკიდებულება არის, რომ ის რესურსი, რომელიც შენ გაქვს, ჯობია მიმართული იქნეს დაკნინებული, უფუნქციო, დამბლადაცემული, მაგრამ კონსტიტუციით გაწერილი ინსტიტუტების მისამართით, ვიდრე ახალი პარალელური დუბლირებადი ინსტიტუტების შექმნა დაიწყოს. იმიტომ რომ ვიმეორებ, სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რაღაც რეალობას და სურეალობას და მათ შორის პრეზიდენტის შემთხვევაშიც ამას ამბობთ, ანუ უნდა და 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დათმოს პრეზიდენტის პოსტი? მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, მე დარწმუნებული არ ვარ, უნდა დათმოს თუ არა, ვინაიდან ისე მოხდა. მაშინ ამ შემთხვევაშიც ვიღებთ დუბლირებას, თუ კი დუბლირებაზე ვსაუბრობთ. გეთანხმებით. მე დუბლირების გაცილებით უფრო ღრმა და ისეთ სარისკო ფესვებს ვხედავ სტრუქტურების შექმნაში, ვთქვათ, აი ჩtildeოვანი მთავრობა, ტექნიკური მთავრობა, სახალხო პარლამენტი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, აქ შეიძლება ჩვენ ცოტათი განსხვავებული ვითარება გვაქვს, იმიტომ რომ ნახეთ შეხედეთ ქალბატონი სალომე როგორც პრეზიდენტი არის ამ შემთხვევაში, მოდით ესე ვთქვათ, სხვაგვარად, აი ერთი წამით უკან დავიხიოთ. რას უჭერდა დასავლეთი ძირითადად მხარს საარჩევნო პროცესში? ისე კიდევ ერთი საკამათო თეზა. ჩემი აზრით არა იმდენად ოპოზიციურ პარტიებს, რამდენადაც ოპოზიციურ ელექტორატს. ამ ორ შორის არის ძალიან დიდი განსხვავება. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციურ ელექტორატზე, პროდასავლურ ოპოზიციურ ელექტორატზე, მისი ერთადერთი ინსტიტუციური საფრთხე იყო ამჟამინდელი პრეზიდენტის ინსტიტუტი. შესაძლოა ამ თვალსაზრისით ამ ოპოზიციური ელექტორატის, პროდასავლური ელექტორატის აი ამ საბაზისო საფრთხენის შესაქმნელად შესაძლებელი არის გამართლებული იყოს ქალბატონი სალომესის განცხადება, რომ როდესაც მან თქვა, რომ 29 რიცხვის შემდეგ მე თავს მივიჩნევ და მოგიწოდებთ. მიმიღოთ ისეთად, როგორიც ვარ, ეთქვა 29 რიცხვის ჩათვლით, ხო? შესაძლებელია ეს გამართლებული იყოს, მაგრამ აი ვიმეორებ, შემდგომი ჩაშლა, სახალხო კრება, რაღაც სხვა სტრუქტურები, ჩემი აზრით ეს იქნება იმ რესურსის მიმოფანტვა და გარკვეულწილად ჩვენი პარტნიორების თქვათ, ჩვენი პარტნიორების რიგებში დაბნეულობის შეტანა. თუმცა მეორე დაშვება შეიძლება გავაკეთოთ. მე არ ვიცი რა
კომუნიკაცია მიდის კულისებს მიღმა და ხომ არ არის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ერთგვარი მინიშნება, რომ ასეთი პარალელური სტრუქტურები მე ვენესუელა იმიტომ ახსენე, იქნება მხარდაჭერილი ჩვენთვის საკვანძო და მნიშვნელოვანი ქვეყნების მხრიდან. მე არ ვიცი, მე ასეთი ინფორმაციაზე ცდომა არ მაქვს. თუ ეს არის ასეთი მინიშნება, მაშინ შესაძლებელია ჩვენ აი მეორე ნაწილში ლეგიტიმაცია გარედან შესაძლოა ეს გამართლებული იყოს, მაგრამ თუ ასეთი მინიშნება არ არის, მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანა მართვის ისედაც დისფუნქციური მართვის კუთხით კიდევ უფრო მეტად შეიძლება ესე ვთქვათ, კუთხეში მოექცეს. თუმცა, როდესაც აი პარალელური სტრუქტურების შექმნით გარკვეულ რისკებზე ვსაუბრობთ, შესაძლებელია არსებობდეს მათ შორის ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი, ასე ვთქვათ, საბაბის გამონახვის რისკიც, იმიტომ რომ მათ უკვე თქვეს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი გააგრძელებს ასეთ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების და მოწოდებების გაკეთებას, შესაძლებელია მან ძალიან ცუდად დაამთავროს, მათ შორის იყო ნახსენები ფრაზა გისოსებს მიღმა. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს საკმაოდ მძიმე მუხლი საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფას. ანუ შესაძლებელია აქამდე მივიდეს პროცესი აი ამ პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. ესე იგი, ვერავის ხათრზე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ გავათეთრებ და ვერ გავაკეთილშობილებ. ამაში არის ალბათ ჩემი პრივილეგია, რომ მე არ ვარ პარტიული ფიგურანტი და შემიძლია უფრო მეტი თავისუფლება მივცე ჩემს შეფასებებს. გითხარით კიდევაც, რომ სამართალზე და სამართლებრივ წარმომავლობაზე ამ შემთხვევაში საუბარი არის უკიდურესად რთული. რა თქმა უნდა, იცით, ოდნავ სწორთან მიახლოებულ ვითარებაში ის განცხადება, რაც ქალბატონმა სალომემ გააკეთა, რომ 29 რიცხვის შემდეგ ვერ რჩები იმავე სტატუსი და რა თქმა უნდა ეს ზღვარზე არის კონსტიტუციური ხელყოფის ნორმების. რა თქმა უნდა ეს ზღვარზე არის, მაგრამ ეხლა ჩვენ მეორე მხრიდან შევხედოთ პროცესს. მართლმა პარტიამ ქვეყანაში ჩახურა როგორც სამართლებრივი პროცესი, ასევე პოლიტიკური. ეხლა ეს დაახლოებით იგივე ვითარება არის, როდესაც მე და თქვენ რინგზე ვართ ასული. ხო, მაგრამ ეს მეკეთები დღეს ხომ ფაქტობრივად ხელფეხი შემიკრათ და კიდევ საჯბა რეფერი მოგვიწოდოს, რომ აბა დაიწყეთ. ხო, მაგრამ ხელისუფლების ხელში აღმასრულებელი ბერკეტები, მათ შორის პროკურატურაც. აი სწორედ ეგ არის რა, რომ მათ შორის ჩვენ როცა ვსაუბრობთ სახელისუფლო ან კვაზისახელისუფლო სტრუქტურებზე, და ამიტომაც დავიწუნე მე პარალელიზმი. ამიტომაც ვქვი, რომ ჯობია ფაქტობრივისკენ იყოს მიმართული ან კვაზი კონსტიტუციურისკენ. როგორ უნდა წარმართოს ამ სტრუქტურამ თავისი საშინაო ან საგარეო პოლიტიკა? საშინაო და საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში გამოიხატება სამართლებრივი აქტების გამოცემით. დაუშვათ და დავიწყეთ ესეთი სამართლებრივი შემოქმედება. ვინ აღასრულებს ამას? როგორ აღსრულდება? ან არასრულების შემთხვევაში რა იქნება ის კანონიერი ლეგიტიმური რეპრესიული აპარატი, რომელიც დამრღვევს აიძულებს რომ აღასრულოს და დასაჯოს. აი, იცით, იმდენად კიდევ ერთხელ იმდენად ნონსენსური არის ეს ვითარება. იმდენად ნონსენსური შეიძლება იყოს პოსტ 29 პერიოდი, რომ კვლავ შევჯერდები იმით, რიცაც დავიწყე. სამართალზე მოვისაუბრებთ, მეწილად ვისაუბროთ პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. კარგი, რადგან ასე ვთქვათ, ცოტა ხნით სამართალზე თვალი უნდა დავხუჭოთ, იმიტომ რომ არ ვართ როგორ ამბობენ ხოლმე სხვათანაბარ პირობებში. არა, სამართალზე ჩვენ მაპატიეთ ერთი 10 წამიანი სამართალზე ჩვენ თვალი არ უნდა დავხუჭოთ, ის მოთხოვნა, რომელიც არის ხელახალი არჩევნების, ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც ქვეყანას აბრუნებს სამართლებრივ ჩარჩოში, ამიტომ ამ შემთხვევაში სამართალი რჩება ოღონდ სწორად ფორმულირებული მოთხოვნის ფარგლებში. მხოლოდ და მხოლოდ. სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ასე ვთქვათ, რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა გამოსავალის სახით ქართულ ოცნებას. ერთი არის ეს დიალოგის გახსნა და ვადაც განუსაზღვრა 29 დეკემბრამდე. მეორე შემთხვევაში მან თქვა, რომ მეორე გზა მაინც მივა ახალ არჩევნებამდე, ოღონდ ხელისუფლების ჩამოშლის პირობებში. ხომ არ ხდება რაღაცა გადაჭარბებული მოლოდინების გაჩენა,
მათ შორის აქციაზე გამოსულ ადამიანებში, სწორედ ხელისუფლებაში დაწყებულ რყევებთან დაკავშირებით. მე მესმის, რომ ოპოზიციასაც აწყობს ეს, რომ ხელისუფლება სტრუქტურულად რაც შეიძლება მალე ჩამოიშალოს და ჩამოინგრეს, ხელისუფლებაზე განაწყენებულ ადამიანებსაც, ხელისუფლებით უკმაყოფილო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც, მაგრამ რეალურად გვაქვს თუ არა სახეზე იმ დონის სტრუქტურული, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო რყევები, რომელიც უპირობოდ მიუთითებს იმაზე, რომ დროის ფაქტორია და ადრე თუ გვიან, ასე ვთქვათ, რყევა თუ ჩამოშლა სახელისუფლებო უწყებებში უკვე დაწყებულია და ამას ვერაფერი შეაჩერებს. ჩემს ეთერამდე თქვენ ეთერში გყავდათ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით ორი ცნობილი ქართველი რევოლუციონერი. ბატონი ელისაშვილი და ბატონი ძიზიგური. რაღა მემაყენებთ ასეთ ვითარებაში, როდესაც ჩამოშლაზე მესაუბრებით, ალბათ მათ უფრო უკეთესი კითხვაზე პასუხი ექნებოდა. მაგრამ ეხლა რაც შეეხება სუბიექტურები არიან შეფასებაში. 2024 წლის სახელმწიფო მოდელი გაცილებით განსხვავებული არის ვიდრე 2003 წლის მოდელი. 2003 წლის მოდელი რა თქმა უნდა ბევრად მოწყვლადი იყო მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. ეს მოდელი შედარებით თუ შეუდარებლად ბევრად უფრო მონოლითური არის. ამიტომ თავისთავად ცხადია, როცა საუბარი არის წნეხზე, ამ წნეხის ერთ-ერთი დანიშნულება არის სახელმწიფო მოსამსახურეებში გავაჩინოთ ეჭვი. გავაჩინოთ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ დაუსვან საკუთარ თავს კითხვა. რამდენად სწორ საქმეს ემსახურებიან. ეხლა მოკლედ და ბუნდოვნად რომ გაგცეთ თქვენს კითხვაზე პასუხი. მცირე ქვეყანა ვართ. ყველას კონტაქტი გვაქვს და დღესაც ერთ-ერთი საკვანძო უწყების 3 საკვანძო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მქონდა ქუჩაში ისეთი მეგობრული და ღია საუბარი. დაბნეულობა სახეზე არის. აი იმედების გაცრუება სახეზე არის, მაგრამ დედამშაში დაბეჭდილება არა მარტო დღევანდელი კომუნიკაციის შედეგად, არამედ სხვა კომუნიკაციების შედეგად, რომელიც ვიმეორებ კიდევ ერთხელ ჩვენ ყველას უხვად გვაქვს, რომ საიმისოთ რომ საჯარო სექტორმა გადადგას იმაზე მკვეთრი ნაბიჯი, ვიდრე ჩვენ დღეს ეს ვიხილეთ და მე მაქვს უკმარისობის გზნობა, რომ ეს პროცესი არ არის საკმარისი, რომ თქვენ როგორც თქვით, რომ აი ეს რყევები გამოიწვიოს, როდესაც ეს მონოლითურობა ჩამოიშლება, მათ ჭირდებათ ორი პირობა. პირობა ნომერი 1, რომ სახალხო პროტესტი იყოს შედარებით უფრო შტამბეჭდავი და უფრო მასობრივი. რა თქმა უნდა, ის რაც ხდება, ეს ძალიან დამაიმედებელი არის, მაგრამ ალბათ ამას რაღაც კიდევ აკლია თავისი მასშტაბის კუთხით, თავისი მასობრიობის კუთხით და მეორე საკითხი. მათ სჭირდებათ, ჩემი აზრი არის, მე ასეთი შტაბეჭდება დამშა, საიმედო პოლიტიკური ძალა. და სალომე ზურაბიშვილი არ არის ასეთი. რომელსაც სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს არ ყავს საკუთარი პარტია ჯერჯერობით. მაგრამ შეიძლება შემოიკრიბოს ოპოზიციური პარტიები, ქარტიაზე ხელმომწერი, იმიტომ რომ უკვე არის საუბარი, რომ ის მეორე პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა და ფაქტობრივად, ან მის გარშემო იქმნება, უკვე შეინიშნება მოძრაობა მეორე პოლიტიკური ცენტრის შესაქმნელად. სანამ ჩვენ ამ შემოკრებისა და მისი გაფორმების მოწმენი გავხდებით, ჩვენ საუბრობთ იმ მოცემულობით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ვიმეორებ, ქალბატონი სალომეს ირგვლივ არც ოპოზიციური პარტიების დიდი კოორდინაცია შეინიშნება დღის ჩათვლით, არც საკუთარი პოლიტიკური ძალის შექმნა. ამიტომ ჩვენ 29 რიცხვამდე მინიმუმ საუბრობთ ქალბატონ ზურაბიშვილზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ამდენად მოდით მე საშუალება რომ მომეცეს 10-20 წუთით განვავითარო ის აზრი, სახელმწიფო მოხელის ფსიქოლოგია, არა მარტო ქართველის, მაგრამ ქართველის არის განსაკუთრებული. მას სჭირდება საიმედო პოლიტიკური ძალა, რომელზეც დადებს ფსონს ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ის ველი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს არის ძირითადად სახალხო პროტესტი, რომელზეც ის ფსონს ვერ ჩამოვა, მკვეთრი, გაბედული გადაწყვეტილების მისაღებად და არც არსებული ოპოზიციური სპექტრი ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ იძლევა ისეთ საიმედოობას, ალბათ სახელმწიფო მოხელეები ამიტომაც გარკვეულწილად ყოყმაში არიან, მანამ სანამ იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც აი თქვა სისტემის რღვევისკენ, როგორც თქვენ ახსენეთ, მე თქვენ ციტირებას ვახდენ, მე თვითონ არ ვარ სისტემის რღვევის მომხრე იმ გაგებით, რომ მე მირჩევნი ეს წინამდებობა უფრო შინიდან მიმდინარეობდეს, ვიდრე გარედან, მაგრამ დაუშვათ და გამოვიყენოთ სიტყვა რღვევა.
თუ დასარღვევი არის და თუ ჩამოსარღვევი, მათ ჭირდებათ საიმედო ძალა, სერიოზული, კომპეტენტური, პროგნოზირებადი, ვისაც საკუთარ სამოხელეო ბედს მიანდობენ აი ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მისაღებად. ხო, ჩვენ არაერთი მიმართულებით წნეხზე ვისაუბრეთ და არ უნდა გამოგვჩეს კიდევ ერთი. წნეხი კერძო სექტორის მხრიდან. ნახეთ, რომ უკვე 2000-ზე მეტი კომპანია ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და ხელს აწერს განცხადებას, რომლის მთავარი მოწოდება არის ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა, როგორც კრიზისის განმუხტის ყველაზე, ასე ვთქვათ, საუკეთესო გამოსავალი. თუმცა დღეს ვნახეთ პრემიერის შეხვედრა ასევე საკმაოდ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან. მინდა გითხრათ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რისი მცდელობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას კერძო სექტორთან შეხვედრით, ანუ მართლაც უნდათ დაერწმუნებინათ ისინი, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, უნდათ ეჩვენებინათ, რომ ბიზნესის გარკვეული ნაწილი მათთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს, შესაძლებელი არ არის პირდაპირ მათი მხარდამჭერი, მაგრამ მზად არის მათ მოусმინოს თუ შესაძლებელი რაღაცა პოლიტიდეოლოგიური შეგონებაც მიდიოდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების. რამდენი წუთი მაქვს რომ პასუხში ჩავედიო? გააძლევთ საშუალებას, რომ სულ ყოფილად მიპასუხოთ. ესე იგი, თუ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს იმის სურვილი, რომ ილუზიებით იკვებებოდეს და მისთვის სასურველ ბიზნეს სექტორს ესაუბრებოდეს და ეს ილუზიები გაიმყაროს, ეს მისი ნება და მისი არჩევანია, მაგრამ უსწორო არჩევანი. თუ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ, მართლაც გონიათ, რომ ქვეყანაში ნორმალურად ვითარდება პროცესი და ჩვენ მოვისმინეთ არაერთი კომენტარი, ესეც მათი არჩევანი და ნება არის, თუმცა ამ არჩევანში მათ, რა თქმა უნდა, მე უთანაგზნობ. ეხლა მთავარი რა არის ამ შემთხვევაში, ნახეთ. მთავარი არის ჩემი აზრით ის, რომ ის ბიზნესები, რომლებიც დღეს ესე ვთქვათ, მხარს უჭერენ ამ გამრუდებულ წარმოდგენას რეალობაზე, ჩვენ რეალურად მას შემდეგ, რაც უსწორობა გასწორდება ქვეყანაში, დავსაჯოთ ისინი, ოღონდ დავსაჯოთ მეტად ორიგინალურად, ვაგრძნობიოთ რეალურად, რა არის თავისუფალი ბიზნესი. და ამით ჩვენ დავიცვათ ნებისმიერ იოტის ოდენა განზომილებაშიც კი. მათი რეალური უფლება საკუთრებაზე, მათი რეალური უფლება ბიზნეს ინიციატივაზე და მათი რეალური უფლება ინვესტიციების ხელშეუხებლობაზე. ამავე დროს სასჯელი იქნება ძალიან ორიგინალური, რომ მოისპოს ქვეყანაში ხელოვნური მონოპოლიები, გაიხსნა სვდომა ბიზნეს შესაძლებლობებზე და ნებისმიერ მათგანს, რომელიც დღეს ნებსი თუ უნებლიეთ, მხარს უჭერს ასეთ გამრუდებულ კურსს და საკმაოდ ჩემთვის არც თუ იოლია ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ამ კადრებში ჩემი კურსელებიც არიან, ჩემი მეგობრებიც არიან და ადამიანები, ვისთანაც მე გარკვეულწილად ურთიერთობა მქონდა და დღესაც ამა თუ იმ ფორმით მაქვს. აი სასჯელი სწორედ ამაში უნდა გამოიხატოს, რომ გაიხსნას ეს ბიზნესი. ანუ სასათბურო პირობებში არიან ეს ბიზნესმენები დღეს ხელისუფლების მხრიდან. თქვენ გაგიკვირდებათ, მე რომ გითხრათ, რომ სასათბურო პირობებში არ არიან და სასჯელი სწორედ ამაში გამოიხატება რა, რომ აი თუ ამ კრიზისს ყველაფერთან ერთად აქვს რამდენიმე გაკვეთილი გამოსატანი. ერთ-ერთი გაკვეთილი არის, რომ როგორც პოლიტიკურ სპექტრში, სახელმწიფო სპექტრში, სახელმწიფო ინსტიტუტების სპექტრში ჩვენ გვჭირდება ლუსტრაცია, ასეთივე ლუსტრაცია ჩვენ გვჭირდება ბიზნესში. ჩვენ გვჭირდება პატრიოტული და სოციალურ პასუხისმგებლობაზე სახელმწიფოებრივი შეგნებით შემოსილი ბიზნესი საქართველოში და სასჯელი სწორედ იმაშიც გამოიხატება, რომ ბუნებრივ გარემოში მოვათავსოთ ყველა ესეთი ბიზნეს სტრუქტურა და მათი ნიჭის, მათი შემოქმედების მიხედვით მივცეთ მათ საშუალება აწარმოონ ბიზნესი და ჩვენ კიდევ მაქსიმალურად მათ სადარაჯოზე დავდგეთ. ალბათ ეს იქნება ყველაზე სწორი მიდგომა და საერთოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან აი ამ ბატონებს ვთქვათ მოუწოდებ, დროა ბატონებო გამოხვიდეთ მუდმივად მთხოვნელის და ჩაგრულის პოზიციიდან. და თუ თქვენ გინდათ თუ არა, ასე ვთქვათ, პოლიტიკაში დაიმკვიდროთ თქვენი ადგილი,
ბიზნესს არ ეკძალება, რომ პოლიტიკური ხმა გადაიტანოს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ გააკეთოს ეს არა მთხოვნელის პოზიციებიდან, არამედ ღირსეული ფიგურანტისა და აქტორის პოზიციებიდან. მადლობა, ვიქტორ ყიფიანს, ჯეოკეისის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ახლა